ეს ადამიანი უნდა გაერთიანდეს ერთი მიზნით, რომ ეს რიჟიმი უნდა დავამხო. გზას მე ვერ ხედავ. რუსეთის დღეს დავწერე და ახლა გახაც გავიმერებ რუსეთს აჩერებს მარტო ძალა. არაფერი სხვა არ აჩერებს რუსეთს. არაფერი სხვა, არც მოყვება, არც მოფერება, არც ის არც ეს, არც აჩერებს მარტო ძალა. და ძალა არის ერთობაში და ჩვენ ყველა უნდა დავდგეთ ერთად. აი ზურა ჯაფარიძე, ზურა გადატენილი საჯდომით იყო ალბათ ხათვაზე. მე უბრალოდ არ გაუვარდეს. მიტყვის რომ რა ძალაზე საუბრობს რა. ბიჭო, კაც დადის ლეტალური იარაღით ახლა მეტი რა გინდა? შენ გააქვს ეგეთი? ჰა? შენ შეგიძლია ეგრეს როლა? ამ თემაზე საუბარი, მაგრამ აი ბიჭო, ამის დამხობელი ხელახლაა დასამხობია. ხო, ანუ რუსეთს აჩერებს მარტო ძალა. დაუბრუნებია სხვათა შორის ამერიკის სამხედრო ძალა. ძალაც ვერ აჩერებს, მოდი ესე ვთქვათ რა. ძალიან ბევრი ფული დახარჯეს და უკრაინელებმა შეახოცეს ნახევარიერი და ვერ გააჩერეს რუსეთი. ეს ერთი, მას თავი დავანებოთ. ამან რა ძალა უნდა გამოიყენოს? ანუ ამისი ეხლა ხო ჯერას ვიღაცას და ვიღაც ახალგაზრდას, რომელსაც გქონია რომ აი ეს წავა პირველ რიგებში. ამას რაღაც ძალა აქვს, რაღაც ფარული ბატალიონები ყავს და როცა კრიტიკული სიტუაცია იქნება, აკაცუკები გამოვარდებიან. ხო, აი რა. აკაცუკების არმია მოვა. გრიფინდორი, ვილდობეკისი, ეგენ დაეხმარა.